ვახო, დადგა მეხუთე სეზონის ბოლო შაბათი კვირა. ხო და ბევრი ვიფიქრე, როგორ დაგვესრულებინა მეხუთე საიუბილეო წლის ბოლო გადაცემა. თამთა, როგორ და მოამზადოთ ყველაზე გემრიელი კერძები ჩვენი მაყურებლისთვის და ყველა აქ დავპატიჟოთ. ვახო, ხო იცი რომ ყველას ჩვენ სამზარეულოში ვერ დავპატიჟებთ. ვეც მაშინ კიდევ ერთი იდეა მაქვს. აბა? შენ არ მოგწონს ჩემი იდეა. ასე რომ შენ თვითონ მოიფიქრე. იმიტომ რომ მე უკვე ყველაფერი მოფიქრებული მაქვს. 5 სეზონის 5 ყველაზე განსაკუთრებული კერძი უნდა მოვამზადოთ. კერძები, რომლებსაც მაყურებლისგან ყველაზე კარგი და დიდი გამოხმაურება მოყვა. მაგრამ კიდევ უფრო გემრიელი და უფრო საინტერესო გავხადოთ. კარგი რა თამთ. საიდან უნდა მახსოვდეს? 1700 კერძი მაქვს მომზადებული. მე ძალიან კარგად მახსოვს ყველაფერი. ყოველი სეზონის ბოლოს ვინიშნავდი, რომელ კერძს ქონდა ყველაზე კარგი გამოხმაურება. და სხვათა შორის ჩემი და მაყურებლის გემონება ერთმანეთს დაემთხვა. კოჩხე, კარგად მოგიფიქრებია. მაშინ როგორ ვქნათ, იცი? შენ მოამზადე 3 კერძი, მე მოვამზადებ 2-ს. და პირიქით რატომ არა? მაშინ როგორ გავაკეთოთ, იცი? 3 კერძს ხო შენ ამზადები და 2-ს მე. ეხლა გავაკეთოთ ასე, 2-ს მე გავაკეთებ და 3 შენ. კარგი. ხო, ეგ გამო. კარგი. ხო. გებჟალია პომიდორის ჩირით და ქართული კრემ-სოუსით. ვამზადებთ გებჟალიას. დაგვჭირდება სულგუნი 500 გრამი და რძეც 500 მილილიტრი. 1 ლიტრი წყალი. შიგთავსი. გვჭირდება ჩერი პომიდორი 200 გრამი, მწვანე ხახვი 2 გრამი, შაშკლავიც 2 გრამი, 2 სუფრის კოვზის ზეითუნის ზეთი და მარილი გემონებით. ქართული კრემ-სოუსი. გვჭირდება 30 გრამი ნიგოზი, 15 გრამი ნუში, ნახევარი თავი წითელი ხახვი, 2 კბილი ნიორი, ოხრახუში 2 გრამი, ყურძნის ძმარი, ნახევარი ჩაის კოვზი, ზეთი 2 სუფრის კოვზი და სუნელები, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, წითელი წიწაკა და მარილი გემონებით. სალათა, პომიდორი, კიტრი და რეჰანი. 5 სეზონის 5 გამორჩეული კერძი. პირველი, ჩემი ექსპერიმენტი. გებჟალია პესტოთი. ეს იყო კერძი, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი და კარგი გამოხმაურება მოიპოვა. ეხლაც ვატარებ ექსპერიმენტს, ისევ დავსვავ იტალიურ და ქართულ გემოზე. ეს იქნება გებჟალია პომიდორის ჩირით. მეტი ინგრედიენტები, მეტი მრავალფეროვნება და მეტი გემო. დავიწყეთ. პირველ რიგში უნდა მოვამზადოთ პომიდორის ჩირი. დამჭირდება დაახლოებით 10 ჩერი პომიდორი. გავჭრათ ჩერი პომიდორი შუაზე. ამოვიღოთ პომიდორის გული, ისე რომ მთელი სითხისგან დავცალოთ პომიდორი და კანით ქვემოთ ვდებთ გამოსაცხობ ფირფიტაზე. პომიდორს ვაცხობთ 100 გრადუსზე 2 საათის განმავლობაში. კარგად უნდა გამოშრეს. სანამ ჩირი ცხება, მოვამზადოთ ნიგზის და ნუშის соуსი. დავჭრათ ოხრახუში. ანუ ვამზადებთ соус ნიგზით და ნუშით. ძირითადი სუნელები და ინგრედიენტები არის ქართულ სტილში და ქართული გემოთი, ანუ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, ნიორი, რა თქმა უნდა. ანუ соус ექნება ქართული გემო, რომელსაც ექნება დამატებული ნუშის მსუყე და გემრიელი არომატი. დამჭირდება 2 კბილი ნიორი. ნიორს აღარ დავჭრი, რადგან ისედაც უნდა დავაბლენდეროთ соуსი. წითელი ხახვი, დაახლოებით 20 გრამი. დავჭრათ დიდ ნაჭრებად.
ნიგოზი გატარებული, დაახლოებით 30 გრამი, ნუში 15 გრამი, მარილი ცოტა, გემოვნებით, წითელი წიწაკა, ცოტა ცხარე ხომ უნდა იყოს, ხმელი ქინძი, ცოტა ბლომად, ქინძის და ნივრის კომბინაცია მე ძალიან მიყვარს, ყვითელი ყვავილი, რომელიც ფერსაც მიცემს და უცხო სუნელი. ეხლა ეს ყველაფერი გადავიტანოთ ბლენდერში. ყურძნის ძმარი ან ვაშლის ძმარი. დაახლოებით 9 ჩაის კოვზი. ზეთი 2 სუფრის კოვზი და ვაბლენდერებთ. გავსინჯოთ. თუ დაჭირდება რამის დამატება. არაფერი. ცხარეა. აუ, ძალიან ბევრი გემო აქვს. მე მგონი ეს ექსპერიმენტი კიდევ უფრო მაგარი გამოვა. ქართული სალათის კრემ соуსი. მზად არის. ნახოთ, ფერი სისქეც კარგი აქვს. საკმაოდ მძაფრი გემო აქვს, ამიტომ ბევრი არ დაგჭირდება. მთელია ეს სუნელები და მწვანილი ყველაფერი კარგად ჩანს და არომატია ძალიან მაგარი. соусიც გვაქვს, ველოდებით პომიდორის დაჭირებას. პომიდორი კარგად გამოშრა. მივიღეთ ესეთი შრალი პომიდორის ჩირი, გადმოვიტანოთ დაფაზე და მოვამზადოთ გემრიელი პომიდორის ჩირის შიგთავსი. დავკეპოთ დანით. დამჭირდება მწვანე ხახვი, 2 ღერო, მხოლოდ მწვანე ძირები. ძალიან წვრილად უნდა შევეცადოთ, რომ დავჭრათ ხახვი. ყველაფერი უნდა იყოს მაქსიმალურად ერთ ზომაზე დაჭრილი. რომ შიგთავსი იყოს ერთიანი მასა. როგორც თქვი, ვამზადებ იტალიურ და ქართულ გემოებით, ამიტომ შიგთავს ვუმატებ ბაზილიკს, ანუ შაშკლავს. მართლა ძალიან ძლიერი არომატი აქვს, თან პომიდორს ძალიან უხდება შაშკლავი. ესეც დავუმატოთ პომიდორის ჩირის მასას. ამ მასას მაზავთ მარტივად მარილი და ზეითუნის ზეთი. ცოტა მარილი და ზეითუნის ზეთი. 1 სუფრის კოვზი. გავაერთიანოთ ახლა ეს გემრიელი მასა. ძალიან გემრიელია. ეხლა უნდა გავალღოთ სულგუნი. აქ მაქვს წყალი, უნდა ავადუღოთ, დავუმატებ 500 მილილიტრ რძეს, რომ სითხე უფრო ცხიმიანი გამოვიდეს, რომელშიც galღვება სულგუნი. სანამ წყალი ადუღდება, დავჭრათ სულგუნი კუბებად, რომ სწრაფად galღვეს. სულგუნი გემრიელი უნდა ავარჩიოთ. რძიანი, კარგი. საერთოდ მე ვფიქრობ, რომ ქართული და იტალიური გემოები და სამზარეულო ძალიან უხდება ერთმანეთს. ამის დასტურია ჩემი ექსპერიმენტი, რომელმაც გაამართლა გებჟალია პესტოთი. ჩავყავროთ სულგუნი ცხელ წყალში და რძეში. თავარია ზედმეტად არ galღვეს, როგორც კი სულგუნი გახდება ელასტიური და მოქნილი, ამოვიღოთ და მივცეთ ფორმა. მაქსიმალურად შევკრათ ერთად ყველი და გადმოვიტანოთ დაფაზე. საკმაოდ ცხელია, მაგრამ სანამ ცხელია, ზუსტადაც მაშინ უნდა დავამუშავოთ ეს ყველი. გადავზილოთ რამოდენიმეჯერ, რომ უფრო თანაბარი ზედაპირი მივიღოთ და ეხლა ხელით გავიყვანოთ. ჩავდოთ
პომიდრის ჩირის შიგთავსი. ისე ცოტა გავშალოთ. გადავახვიოთ რულეტად. კუდები მოვაჭრათ. და გავაგრილოთ. ესე იგი, როგორც თქვი, რადგანაც ეს გებჟალი არის იტალიურ ქართულ სტილში, უნდა დავჭრათ ქართული კიტრი პომიდორის სალატი. ეს იქნება გარნირი. ვიწყებთ სერვირებას. გავჭრათ პომიდორი. ჩვეულებრივად, როგორც სუფრაზე დავჭრიდით. კიტრი. ეხლა ვჭრით გებჟალიას. ესეც ზემოდან დავადოთ. ეხლა მოვასხათ ჩვენი არომატული და ძალიან გემრიელი соуსი. და რა თქმა უნდა, კიტრი პომიდორის სალატი რეჰანის გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ ლამაზი რეჰანის ფოთლები ავარჩიოთ და გავაფრთხილოთ. ქართული გებჟალია იტალიური გემოებით, პომიდრის ჩირით და გემრიელი ნიგვზის და ნუშის соуსით. მზად არის. უნდა გავსინჯო. შემწვარი ნუდლსი ღორის ხორცით და სატეს соусით, ინდონეზიურად. მოვამზადოთ ნუდლსი, ფქვილი 300 გრამი, წყალი 150 მl, სახამებელი და სოდა 9 ჩაის კოვზი, მარილი გემოვნებით. სატეს соусისთვის დაგჭირდება მიწის თხილი 100 გრამი, სოიო соуსი 1 სუფრის კოვზი, ლიმონის წვენი 1 სუფრის კოვზი, მწვანე წიწაკა 1 ცალი, ხახვი 1 თავი, ნიორი 2 კბილი, ჯინჯერი 10 გრამი, დაღერღილი წიწაკა, მარილი გემოვნებით. კერძის დასასრულებლად დაგჭირდება ღორის რბილი 200 გრამი, მწვანე წიწაკა 1 ცალი, ხახვი 9 თავი, ნიორი 2 კბილი, მწვანე ხახვი 5 გრამი, ქინძი 5 გრამი, ჯინჯერი 20 გრამი, ხამაწკის соуსი 2 სუფრის კოვზი, სატეს соуსი 1 სუფრის კოვზი, ზეთი 50 მl და მარილი გემოვნებით. 5 სეზონის 5 გამორჩეული კერძი. მეორე, ინდონეზიურად შემწვარი ნუდლსი სატეს соусით. ეს არის იმ ორი რეცეპტის ნაერთი, რომელიც ინდონეზიაში მოგზაურობისას შეფ იოჯისთან ერთად მოვამზადე და რომელსაც დიდი გამოხმაურება მოყვა თქვენგან. პირველ რიგში დავიწყებ ნუდლსის მოზელვით. სჭირდება ფქვილი, დაახლოებით 300 გრამი. სჭირდება სიმინდის სახამებელი, 9 ჩაის კოვზი, სახამებელი შეკრავს, ცოტათი სოდა, ბევრი არ გვინდა. რა თქმა უნდა, მარილი გემოვნებით და თბილი წყალი. წყალს ცოტ-ცოტას დავასხავ. ცომი კარგად უნდა მოვძილოთ. არ უნდა იყოს როგორც ხინკლის ცომი, უნდა იყოს ცოტათი უფრო რბილი. ცომს დავასვენებ 5-10 წუთით. ცომა დაისვენა უკვე. დავიწყებ გაბყელებას. ცომს სჭირდება კარგად გაბყელება, უნდა იყოს თხელი. ეს სისქე უკვე საკმარისია, დაახლოებით 2 მმ-ზეა და შემიძლია უკვე მივცენ ნუდლსის ფორმა.
ვჭრი ძალიან თხლად. ნუდლსიც დავჭერი. ამას ცოტა ქვილს მოვაყრი. გავაერთიანებ. შვენიერი. წყალი დუღს უკვე. წყალში მარილი. და ხარშავ ნუდლს. აუცილებლად უნდა ამოურიოთ. ეს ნუდლს ცოტა გაფართოვდება. ეკმაიც რო არ მიეკრას. დავახურავ. ნუდლსი უკვე მოიხარშა, შვენიერი. ზეთი. ეხლა მოვამზადებ სატე соуს. სატე соуს მოვამზადებ ვულკანურ ფილთაქვაზე, რომელიც ჩამოვიტანე ინდონეზიიდან და მზადდება ძალიან მარტივად. სახში თუ ეს ფილთაქვა არა გაქვთ, ჩვეულებრივი ქართული ფილთაქვაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მიწის თხილი დაახლოებით 100 გრამი და ვიწყებ ნაყას. ეს ფილთაქვა ინდონეზიის ყველა ოჯახში არის. ეს ვიყიდე მაღაზიაში ბალიზე, სადაც რა თქმა უნდა ფასი მომატყუეს. იქვე რაღაცები, соуსები მოამზადეს, ეს სატე соусიც მოამზადეს, დამარწმუნეს რომ კარგ ფასში ვყიდულობდი, მაგრამ 100 მეტრში ორჯერ უფრო იაფი ღირდა. მიწის თხილი უფრო კარგად რომ დაინაყოს. გავუკეთებ ლიმნის წვენს. ბევრი არ გვინდა დაახლოებით 1 სუფრის კოვზი. ამ ფილთაქვაზე ამზადებენ სალათებსაც, არა მარტო соуსებს, ამზადებენ ინდონეზიური ქარის соуსებსაც. ზუსტად იგივე უნდა გავაკეთო, რასაც ინდონეზიაში მიმზადებდნენ. მიწის თხილი კარგად დავნაყე უკვე. შემიძლია დავუმატო სხვა ინგრედიენტები. ეს არის დაღილღილი წიწაკა, რა თქმა უნდა სოიოს соуსი, 1 სუფრის კოვზი. კარგად ამოურევ. და მნიშვნელოვანი ინგრედიენტები. 1 კბილი ნიორი, ჯინჯერი, ცოტა მწვანე წიწაკა. მწვანე წიწაკას დავჭრი წყვილად, რომ უფრო მარტივად დავნაყო. და ყველაზე გემრიელი სათესვე ხახვი. ეს არის პატარა ხახვი, უფრო არომატულია, უფრო გემრიელია და რა თქმა უნდა სატე соуს ძალიან უხდება. ხახვს დავჭრით წყვილად. ჯინჯერსაც დავჭრით წყვილად ბარემ. ამ ყველაფერს კარგად აურევ. კიდევ დავნაყავ. უფრო არომატული გახდება. მარილი. სატე соуსი მზად არის. გადმოვიღებ პატარა თეფშზე. თვითონ ეს ფილთაქვა არის ვულკანური და თავისებურ გემოს აძლევს სატე соуს. გემრიელია. ცოტა ცხარია. ჯაკარტაში ნუდლს, ბრინჯს აკეთებენ ქათმის ხორცით ან საქონლის ხორცით. ბალიზე ძალიან უყვართ ღორის ხორცი. მე გადავწყვიტე რომ მოვამზადო ღორის ხორცით. ძალიან უყვარს მე ღორის ხორცი, თამით უმეტეს სატე соуს ძალიან უხდება. ღორის ხორცს დავჭრი რაც შეიძლება თხლად. მალე რომ შეიწვას, რბილი რომ იყოს და კარგად რომ გაუჩნდეს სატე соуსი. 150-200 გრამი. ეს საკმარისია. შემიძლია უკვე ცეცხლი ავანთო. რა თქმა უნდა, ზეთი. სანამ ზეთი ცხელდება, ხახვს დავჭრი. ხახვი ბევრი არ მინდა. დაახლოებით მე-13 დავჭრი დიდებად. ზეთი გაცხელდა.
დავიწყებ. ხორცს ჩავყრი, მარილს მოვაყრი. ჯინჯერი, ნიორი. ნიორს ჩავახეხავ. 2 კვილი ნიორი ეყოფა. ჯინჯერი 15-20 გრამი. ხახვი მე-13. აქვე უკვე დაუმატებ მე ხამაცკის соуს. დაახლოებით 2-3 სუფრისკოვზი, სატეს соуსი, 1 სუფრისკოვზი. კარგად მოურევ. ცოტათი წყალი. სატეს соуსი და ხამაცკის соуსი კარგად რო გაიხსნას, მაგიტო ჩავასხი ცოტა წყალი. შეგიძლიათ ბულიონი ჩაასხათ ამ დროს. ვაცდი შეწვას, ამასობაში მოვიმზადებ მწვანე ხავსს, ცოტა ქინძი. ხავსს დავჭრი ცოტა დიდებად. ქინძსაც დავჭრი უხეშად, ასე ვთქვათ. წიწაკაც დიდებად. შემიძლია უკვე დავუმატო ნუდლსი. ინდონეზიის სუნებია. სატე არის გენიალური соуსი. კარგად ამოურევ. ინდონეზიური ნუდლსი სატეს соуსთან ერთად და ღორის ხორცთან ერთად თითქმის მზად არის. აი თებშით. ეგრევე. მწვანე ხახვი ქინძის ზემოდან უნდა დაიფაროს. წიწაკაც ინდონეზიურად მომზადებული ნუდლსი ღორის ხორცით, რაც თავარია უგემრიელესი, სატეს соуსით მზად არის. ინდონეზიაში დამაბრუნა ისეთი ფერები და არომატია ოთახში. როგორ ახლა? კარგად, როგორ საქმე? გამარჯობათ. წინასწარები გვაქვს ხო ბევრი? გვაქვს შეკვეთები? გამოვიცვლი და შემოგიერთებით. სამზარეულო არის ჩემი მეორე სახლი. აქ ვწნობ თავს ძალიან კარგად, კონცენტრირებული. სადაც შემიძლია მე ჩემი კრეატივი ჩავრთო. პირველ რიგში შევწვეთ იხვის ფილე, გარნირი მინდა და соуსი. ჩამითრია კულინარიამ და ბოლომდე მივყევი. აი დიდი სიამოვნებით მივყევი თანაც ბოლომდე. პირველად სამზარეულოში რო შევედი, იყო შოკი. ძალიან ბევრი მზარეული, ძალიან ბევრი ადამიანი, ყველა დაკავებული, ყველა დარბის მარცხნივ-მარჯვნივ და არ ვიცოდი რა მეკეთებინა. და მე სამზარეულოში დავიწყე ჭურჭლის მრეცხავად მუშაობა, ერთი თვე ჭურჭელს ვრეცხავდი და მაცივრებს ვრეცხავდი, ამიტომ ძალიან შიგნიდან ვისწავლე. ერთ თვეში გადამიყვანეს მზარეულად და ვწკრიდი ხავსს და კარტოფილს დაახლოებით 2 თვე. თავიდან გამიჭირდა, ვიღლებოდი ძალიან, მაგრამ ისეთი სასიამოვნო დაღლა ქონდა ჩემთვის დღის ბოლოს. ისე მსიამოვნებდა დილას რომ მივდიოდი სამსახურში, ისევ მომწონდა და კიდევ უფრო მეტი ცოდნა მინდოდა და კიდევ უფრო მეტი მაინტერესებდა რომ მივხვდი რომ ეს არის ჩემი პროფესია. კაი, რამდენ წუთში იქნება? კაი, გამწოვი ჩავრთოთ. მე მეტი არაფერი აღარ მაინტერესებს და რომ ამას უნდა გავყვე ბოლომდე. თუ გინდა რომ იყო ძლიერი მზარეული, უნდა გამოიარო ყველა ეტაპი. უნდა იდგე და ხავსს ვწკრიდე, უნდა იდგე და კარტოფილს ვწკრიდე. შემდეგ ისწავლო ბულიონების გაკეთება, სერვირება, ჩართო შენი კრეატივი. აი ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გქონდეს ძლიერი სამზარეულო. ძლიერი სამზარეულო როგორც გვაქვს ახლა ჩვენ აქ დღეს. არა, ცოტა კიდე დავბრაზოთ აქ.
სამზარეულოს მთელი დღე ფეხზე დგახარ, ხარ როგორც გონებრივად მობილიზებული, ასევე ფიზიკურად, უნდა გააკეთო სწრაფად, ხარისხიანად, გემრიელად და ლამაზად. ეს ყველაფერი არ აქვს მნიშვნელობა შენ როგორ ხასიათზე ხარ, როგორ გამოიძინე თუ არ გამოიძინე, შენ უნდა გააკეთო. ჩემს სამზარეულოს შეუძლია ნებისმიერი დატვირთვის გადატანა. ზუსტად ეს დიდი რაღაცები ვისწავლე ჩემი 18 წლის განმავლობაში, რომ სამზარეულო არ არის ერთი ადამიანი, სამზარეულო არ არის შეფი, სამზარეულო არის მზარეულების ჯგუფი. დამელოდე და ერთად გავაკეთე. კაი, თითქოსად არის. მოიტანე. კი, გამიმართლა იმ მხრივ, რომ შევძელი მოგზაურობა და გავსინჯე ძალიან ბევრი ახალი რაღაცეები და პლუს მოვახერხე პრაქტიკაზეც ერთ-ერთ საუკეთესო რესტორნებში მოხვედრა. ეს არის ყველაზე დიდი გამოცდილება და ყველაზე მაგარი რაღაც, რაც შეიძლება მზარეულს მოუვიდეს. 11 წელიწადი მოგზაურობდი და მოვიარე 37 ქვეყანა, 37 ქვეყანაში ვიმუშავე. ისწავლე აზიური, აფრიკული, თითქმის მთელი მსოფლიოს სამზარეულო. აი ამ სიახლის გასინჯვით სულ რაღაც ახალი რეცეპტორები იხსნება. ანუ ისეთ რაღაცები, რაც აი დახურული იყო, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ადამიანმა სულ უნდა გასინჯოს ახალი რაღაც. ეს არის დაუსრულებელი პროცესი და ძალიან საინტერესო, მართლა. ზუსტად ამ მოგზაურობის გამო მაქვს ეს ხედვა, რომ ჩემი ქართული კულინარია და სამზარეულო არის ყველაზე ძლიერი კულინარია მთელ მსოფლიოში. და ეს მინდა რომ დაიჯეროს ყველა მზარეულმა აბსოლუტურად. ამბიციური პროფესია არის თვითონ ადამიანიდან გამომდინარე. თუ მას აქვს ამბიცია იმაზე, რომ ის ხელოვანია, მაშინ რა თქმა უნდა. ჯერ გარნიერი. ამჟამად მაქვს ძალიან საინტერესო გამოწვევა ერთ-ერთი უძლიერეს კომპანიაში, საქართველოში უძლიერეს კომპანიაში. უნდა შემოვიტანო ახალი მენიუ, უნდა აღვადგინო ძველი ქართული რეცეპტურა და ინტეგრირება გაუკეთო დღევანდელ ქართულ სამზარეულოს. მჭირდება ამისთვის ძლიერი გუნდი, მჭირდება ძალიან დიდი დრო იმისთვის, რომ კრეატივი ავამუშაო და ინტეგრირება გაუკეთო ჩემი კრეატივის დღევანდელ ქართულ სამზარეულოში, ამ რეცეპტურების მოძებნა და რა თქმა უნდა ამ ყველაფრის მართვა. მე ალბათ ვერ ვიმუშავებდი აი ესეთ ძალიან დიდ კომპანიაში, სადაც უნდა უკვე მართო უბრალოდ. კი, შექმნა, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცა უფრო ხო როგორც ერთი მექანიზმი უკვე ისე უნდა მართვეს ყველაფერი, ხო? იქ შეიძლება გუნდური განწყობა, აქ უფრო ოჯახური განწყობა. ხო და მე არ გავცვლიდი ამას ნამდვილად და ვერ ვიმუშავებდი ალბათ ეს გრანდიოზულ ადგილებში. არ არსებობს შეფი, რომელსაც გამოწვევა არ უყვარს. მე ჩემი გამოწვევა არის ძველი ქართული, ჩვენი ქართული სამზარეულოს დახვეწვა და ახალი გემოების შემოტანა. უნდა გქონდეს ის, რომ გინდოდეს, რომ აი საუკეთესო მოამზადო, საუკეთესოს მიაღწიო, მაგრამ რა თქმა უნდა, კიდევ ერთ ყოველთვის ვამბობ ხოლმე ამას, რომ ეს არის ყოველდღიური შრომა. ეს არის ჩემი სამეფო. ეს არის სადაც მე ვგრძნობ თავს ყველაზე კარგად. 5 სეზონის 5 გამორჩეული კერძი. მესამე, ჩაის ორცხობილა შოკოლადით და ლიმონიანი ჩაი. მეოთხე, უახლოს კატლეტი. ესეც მეხუთე, მაფინები შავი მოცვით.